მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მოგზანდით. ჩვენი შეკრების დღევანდელი თემა გახლავთ შემდეგი. დაახლოებით 2 კვირის უკან ყველასთვის ცნობილია, რომ მარნეულის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარმა სამმართველომ დააკავა დაახლოებით 12 პირი ქურდული სამყაროს წევრობისთვის. 12 პირიდან ერთი გახლავთ ბატონი კვიციანი, დანარჩენი გახლავთ ყველა აზერბაიჯანული წარმოშობის ადამიანები. და მათ ბრალი ედებათ, რომ თითქოს და ისინი არიან ქურდული სამყაროს წევრები, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები პირველი წარდგენის დროს სასამართლოში ბრალდებას არ წარმოუდგენია. უფრო მეტიც, აღნიშნულ საქმეში ჩართულია შესაბამისად 12 ბრალდებულია და 12 ადვოკატი. და ადვოკატებს როგორც წესი სასამართლოს ხდომის გამართვამდე ბრალდებას აქვს ვალდებულება, რომ გადმოსცეს ყველა ის მტკიცებულება, რომელსაც აპირებს წარადგინოს აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს. როგორც კი ჩვენ ჩავედით, ბუნებრივია იმისთვის, რომ მასალები მიგვეღო, მე და ქალბატონი მარიკა ფხალაძე წარმოვადგენთ ბატონი კვიციანის ინტერესებს, მათ გადმოგცეს ნუსხა, ამ ნუსხაში მითითებული იყო ვიდეო და ფოტო მასალა, ხოლო ვიდეო და ფოტო მასალა ჩვენთვის არ გადმოუციათ. ბუნებრივია ჩვენ ხელი არ მოვაწერეთ და მოვითხოვეთ აღნიშნული ფოტო მასალის და ვიდეო მასალის გადმოცემა. დაახლოებით ღამის 2 საათამდე მოგვიწია ლოდინმა მარნეულის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს შენობაში და ბოლოს როგორც იქნა ჩვენ ეს ფოტო მასალა მივიღეთ და წარვსდექით შემდგომ სასამართლოს წინაშე. სასამართლოზე, როდესაც მოვთხოვეთ მოსამართლეს, წარმოედგინა ის ფოტო მასალა, რომელიც ნუსხაში მითითებული იყო, მოსამართლემ გაიკვირვა, ვინაიდან ბრძანა რომ მის მასალაში მსგავსი ტიპის ფოტო მასალა არ იყო. მაშინ ჩვენ წარვადგინეთ სასამართლოს წარუდგინეთ ეს ფოტო მასალა, რომელსაც ეხლა წარმოგიდგენთ თქვენ, რომელზეც წამოხდა პროკურორი და თქვა, რომ ეს თქვენ საიდან გაქვთო, ჩვენ ეს გქონდა აბსოლუტურად ლეგიტიმურად მოპოვებული, ვინაიდან მათ გქონდათ ნუსხაში მითითებული და ერთ-ერთი მტკიცებულება იყო, რომ დაკავებულები რომ არიან ქურდული სამყაროს წევრები, ამის დამადასტურებელი არის ეს ფოტო მასალა. ამ ფოტო მასალაზე გამოსახული არის მარნეულის ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი აზერ სულეიმანოვი, რომელიც კაფეში ზის და გადაღებულია ერთ-ერთ დაკავებულთან, რომელიც არის ქურდული სამყაროს წევრი თითქოს და ბრალდების ფორმულირებით, ჩვენ გქონდა ლეგიტიმური მოთხოვნა, თუ კი ეს მტკიცებულება ადასტურებს იმას, რომ ფოტოზე გამოსახული ადამიანები არიან ქურდული სამყაროს წევრები, ამ ლოგიკით, მაშინ ეს პარლამენტარიც უნდა იყოს დაკავებული და მასაც უნდა გქონდეს წარდგენილი ბრალად ქურდული სამყაროს წევრობა. ბუნებრივია მათ ეს არ გააკეთეს, მაგრამ აქ პრობლემა უფრო სხვაში მდგომარეობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს არავითარ შემთხვევაში არ აქვთ უფლება გადაიღონ, უთვალთვალონ და მოსმენა აწარმოონ მოქმედ დეპუტატზე და უფრო მეტიც ადამიანზე, რომელსაც იცავს იმუნიტეტი. უფრო მეტიც ოპერატიული კანონის მე-7 და მე-8 მუხლების შესაბამისად, პირდაპირ წერია თუ კი სხვა სათვალთვალო ობიექტის თვალთვალის დროს გამოვლინდება ან ფოტო მასალაში მოექცევა ადამიანი, რომელსაც იმუნიტეტი იცავს, იქ აბსოლუტურად სხვა პროცედურები ხორციელდება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის მთავარ სამმართველოს განხორციელებული არ აქვს და ეს არის ძალიან დიდი კანონდარღვევა. პრაქტიკულად მსგავსი ტიპის გადაღებებზე და მოსმენებზე ყველამ კარგად ვიცით, რომ მუდმივად ვაკრიტიკებდით წინა ხელისუფლებას. ჩვენ ვამბობთ, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები მარნეულის შინაგან საქმეთა სამინისტროში, პრაქტიკულად ყველა ძველი თანამშრომელია შემორჩენილი, რომლებიც ქართული ოცნების წევრებს არ ბევდნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომლებიც ატერორებდნენ და აკავებდნენ. ეს ჯალათები დღეს ყველა თავის თანამდებობებზე მუშაობენ და უფრო მეტიც მათ ადვოკატებთან ურთიერთობის პრობლემაც გააჩნიათ, ვინაიდან, როდესაც ჩვენ ვითხოვდით გადმოეცათ ჩვენთვის ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც კანონით გვეკუთვნოდა, ამაზე გაღიზიანდნენ და შეურაცხყოფაც კი მოგვაყენეს. გარდა ამისა, მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან ადგილი აქვს დაკავებულებზე ფიზიკურ და ფსიქიკურ ზეწოლას და უფრო მეტიც მათ აიძულებენ საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცენ ჩვენებები, მათივე ოჯახის წევრებს აიძულებენ, რომ მათი ოჯახის წევრის წინააღმდეგ მისცენ ჩვენებები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ მარნეულის რაიონის პროკურორი, მაგრამ მასაც ამაზე არანაირი რეაგირება არ ქონია. ამასთან დაკავშირებით კონკრეტულად თუ რა ზეწოლებს ჰქონდა ადგილი, ჩემი კოლეგა ქალბატონი მარიკა ფხალაძე მოგახსენებთ, ხოლო წარმოდგენილია მამა კვიციანის
რომელიც პრაქტიკულად მოგიყვებათ ყველა იმ უმსგავსო ქმედებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბატონი კვიციანის დაკავების დროს. 6 სექტემბერს. დილის 5 საათს. გიორგი კვიციანი. ხოლო აზერ სულეიმანოვი გახლავთ დეპუტატი, რომელიც ამ ფოტომასალაზე არის ასახული. მოგესალმებით. მე მინდა გითხრათ, რომ ფაქტიურად რამოდენიმე თვე არის, რაც კვიციანი გამოსული არის საშუალო ასრულების დაწესებულებიდან და მისი გამოსვლის დღიდან მას ასე ვთქვათ ფეხდაფეხს დასდევს პოლიცია. რამოდენიმეჯერ ყავდათ დაბარებული მარნეულის სამმართველოში, სადაც ის ნებაყოფლობით გამოცხადდა, ის გადაიყვანეს ასევე ნარკოლოგიურში შესამოწმებლად, სადაც ასევე ის თავისინებით გაყვა და მიუხედავად ამისა 6 სექტემბერს ჩაატარეს უდიდესი სპეცოპერაცია და აი ამ სპეცოპერაციის გზით აიყვანეს გიორგი კვიციანი. პოლიციაში მიყვანის მომენტიდან მას თხოვდნენ გამოძიებისთვის მიეცათ სისხლის ნიმუში. შეკითხვაზე თუ რაში სჭირდებოდა ეს სისხლის ნიმუში, მას განუმარტეს, რომ მარნეულში რომელიღაცა ავტოგასამართ სადგურზე მომხდარი არის ყაჩაღობა და უნდოდათ ამ შემთხვევის შედეგად ამოღებული სისხლის ნიმუშისთვის შეედარებინათ კვიციანის სისხლის ნიმუში. იმ პოზიციიდან გამომდინარე, რომ იმ საქმეზე კვიციანი არ იყო არც ბრალდებული, არც დაკითხული არ იყო მოწმის სახით და საერთოდ იმ საქმესთან არანაირი შეხება არ ჰქონდა და ის დარწმუნებული იყო, რომ ფაქტიურად მას ფეხდაფეხ დასდევდა პოლიცია და მიზეზს ეძებდა დასაჭერად, უარი განუცხადა სისხლის ნიმუშის მიცემაზე. ამის შემდგომ გამოძიებამ აიღო ფულსამართლის განჩინება და ეკა ჭედლიანი გამომძიებელი სასამართლოს განჩინებით 21 სექტემბერს შაბათ დღეს შევიდა გვდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში და კვიციანს მოსთხოვა სისხლის ნიმუში. კვიციანმა მოითხოვა ადვოკატის დასწრება, მან მოითხოვა შემოწმებინა ექიმს, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო იმ წუთისთვის მისთვის სისხლის აღება, რაზედაც ფაქტიურად მას კატეგორიული უარი განუცხადეს და მისი მოთხოვნის აპასუხოდ 4 სპეცნაზელმა დაადო ხერბორკილი, აქედან ფეხებით იჭერდა ერთ-ერთი მათგანი, ერთ მათგანს როგორც თვითონ განმარტა, ეს თავი ქონდა უკან გადაწეული იმ დონეზე, რომ მას ფიზიკური ტკივილი მიადგა ამის შედეგად, უჭერდნენ ყბას ხელებით, გაკავებული ორივე ეს ხელები, ხელბორკილის ნაჭდევი ემჩნეოდა აშკარად მას მარჯვენა ხელზე და აი ამ გზით მოხდა მისთვის სისხლის ნიმუშის აღება. შპრიცი დაულუქავ მდგომარეობაში ოთახიდან სასწრაფოდ გაიტანეს და წამოვიდა ჭედლიანი თავის სპეც რაზმელებთან ერთად. კვიციანმა განმარტა, რომ მას გამომძიებელი ემუქრებოდა, რომ ციხეში გამოალპობდა, ხოლო საშუალო ასრულების დაწესებულების ნომერ მერვე დაწესებულების დირექტორი მას თხოვდა, რომ მოეყვანა ალიბი იმის დამადასტურებლად, რომ ის ყაჩაღობაში მონაწილე არ იყო და შესაბამისად მას არანაირი პრობლემა აღარ ექნებოდა. მე კიდევ ერთხელ ხაზს გაუსმევ, რომ ყაჩაღობასთან მიმართებაში კვიციანს არც ბრალი წარდგენია, არც მოწმის სახით დაკითხულად ამ საქმესთან მას არანაირი საერთო არ აქვს და ის არანაირი ვალდებული არ იყო და არანაირი უფლება არ ჰქონდა ციხის დირექტორს მოეთხოვა მისთვის ალიბი და რაღაცა განმარტებები მომხდარი ფაქტის ირგვლივ. კვიციანმა განმარტა, რომ მას ფაქტიურად მოექცნენ არაადამიანურად, მიაყენეს ფიზიკური ტკივილი და ყველაზე დიდი საშიშროება რაც გონია გიორგი კვიციანს და ალბათ ამის ვარაუდი სავსებით დასაბუთებულია, რომ დაულუქავი სისხლი, რომელიც წარმოიღეს საშუალო ასრულების ნომერ მერვე დაწესებულებიდან, სავსებით შესაძლებელია რაღაც გარკვეული სიყალბეების ჩადენის საფუძველი გახდეს. ვინაიდან ბრალი, რომელიც ამ წუთში კვიციანს აქვს წარდგენილი ფაქტიურად
არის უსუსური, შეთითქმილი და შესაბამისად გამოძიება ცდილობს კიდევ ერთხელ შეთითქმოს რაღაცა ახალი ბრალდებები და ამით დაუმძიმოს კვიციანს მდგომარეობა. ბრალდებულს არ აკისრია ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებათა მიწოდების ვალდებულება. ჯერ მოსამართლის მხრიდან იყო ეს უკანონო გადაწყვეტილება, როდესაც გასცა განჩინება მის მიმართ სისხლის ნიმუშის აღებაზე და შემდგომ ეს უკანონო ქმედებები უკვე გადაიზარდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობებში კვიციანის მიმართ. იცით, აი მოგეხსენებათ, მე გითხარით, რომ ის რამოდენიმე თვის გამოსულია ციხიდან, რა ბრალდებები იყო? მას ადრე ქონდა ლომბარდის დაყაჩაღება. ხო, ყაჩაღობის მუხლით იყო. ხო. არა, ბუდისტური ამას კიდე მე გავახსენებ. არ ვიცით ჯერ. იცით რა არის? ეს არის მთელი პრობლემა, რომ იმ საქმეზე არ არის არც ბრალდებული, არც მოწმე და ჩვენ სამართლებრივად რომ ავიღოთ. ვერანაირ ამ წუთში არის ქურდული სამყაროს წევრი. აი ამ ლოგიკით რომ ვისჯელოთ გამოძიებას დღეს ხვალ შეუძლია ნებისმიერ ჩვენთაგანთან მოვიდეს და ასე ნახევარი საქართველოს აუღოს სისხლის ნიმუში და ადაროს იმ ამუღებულ სისხლის ნიმუშს, სანამ ისინი არ დაადგენენ კონკრეტულ ყაჩაღობის ჩამდენ პიროვნებას. ცალკე უნდა წარედგინოს ბრალ. დედია, ის სულ სხვა სისხლის სამართლის საქმეა. მაგრამ ამას რატო აკეთებენ, ამას ჩვენ არ ვიცით ახლა. როგორც წესი, ბრალდებულს 48 საათში წარედგინება ბრალდება. ბრალდების წარდგენის შესახებ დადგენილება უნდა გადაეცეს მხარეებს. შინაგან გამომძიებელმა ჩვენ ბრალდების შესახებ დადგენილება არ გადმოგცა, უფრო მეტიც, რომ არ გადმოგცემია, ეს დასტურდება იმ ნუსხით, რომელი ნუსხად ჩვენ გადმოგვეცა და რომელიც სასამართლოს გადაეცა. არც იქ არ არის მითითებული, რომ ბრალდების შესახებ დადგენილება კვიციანის დაცვას გადაეცა. ეს ავტომატურად ნიშნავდა იმას, რომ არის უკანონო პატიმარი და მისთვის აკკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა და არც ერთი აკკვეთი ღონისძიება სასამართლოს არ უნდა შეეფარდებინა. თუმცა ამაზე რა თქმა უნდა სასამართლო მიიღო უკანონო გადაწყვეტილება დაახლოებით ღამის 12 საათზე დამთავრდა სხდომა ბოლნიშის სასამართლოში, რომელიც ჩვენ გავასაჩივრეთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ბატონი ერქვანია, როგორც გუშინ სხვა შემთხვევაშიც ეხლა ეთყობა ესეთი მოსამართლე გამოყოფილი ყავთ სპეციალურად უკანონო გადაწყვეტილებების მისაღებად და ეს ბატონი გახლავთ ერქვანია, რომელმაც აბსოლუტურად დაუსაბუთებლად გვითხრა უარი საჩივრის დასაშვებობაზე იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალი არის მთავარი საპროცესო დოკუმენტი, რის საფუძველზეც გამოდის განჩინება მისი დაპატიმრების, არ დაპატიმრების თუ გირაო შეფარდების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი ჩვენ არ გადმოგცემია და ისე შეუფარდეს მას აკკვეთი ღონისძიება. ამიტომ გამოძიება ცდილობს, რომ მისი ხარვეზი და დანაშაული გამოასწოროს, როგორღაც მას შეუთითქონ ახალი ბრალდება, რომ ახალი ბრალდების შესახებ დადგენილება გადმოგვეცეს, რომ იქიდან დაიწყოს მისი თითქოს და კანონიერი პატიმრობა, მაგრამ ჩვენ აღნიშნულ საქმესაც გავასაჩივრებთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და აქვე მინდა ვთხოვო ადამიანის უფლებათა ყველა დამცველ ორგანიზაციას ჩაერთოს აღნიშნულ საქმეში, სახალხო დამცველს, ვინაიდან ამას ითხოვს თავად კვიციანი და ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ დღესვე დაესვას წერტილი სამართალდამცავების უკანონო ქმედებებს, რომლებსაც ისინი ახორციელებდნენ, ესე დაიწყო წინა ხელისუფლების დროსაც, ისინი თავიდან, როდესაც ჩადიოდნენ სამართალ დარღვევებს და კანონს არ ღვევდნენ, თავიდან ყველა ვიყავით რაღაცა აღთხოვანებულები იმით, რომ ახალი ხელისუფლება იყო სათავეში მოსული და ამაზე მყისიერად არ რეაგირებდით და იმან მიგვიყვანა იქამდე სადამდეც მიგვიყვანა. ამიტომ ჩვენ დღეს არ მივცემთ ხელისუფლებას და სამართალდამცავებს იმის შესაძლებლობას, რომ მათ დაიწყონ, განავითარონ და გააძლიერონ მათი ეს უკანონო ქმედებები, რომელსაც უკვე ადგილი აქვს რამოდენიმე პირის მიმართ. რა თქმა უნდა, არანაირი კანონიერი ქურდი არ არის ბრალდების ფორმულირება. ეხლა მე რო ვთქვა კანონიერი ქურდების თუ ქურდული სამყაროს წევრი ვარ, ეს საკმარისია იმისათვის, რომ მე კანონიერი ქურდი ვიყო. მით უფრო ესეც არ უთქვია არასოდეს, ის არ არის ქურდული სამყაროს წევრი, არანაირად მან ცოლი მოიყვანა, რაც გამოვიდა ციხიდან, ეწევა ჩვეულებრივ სახლში რემონტს აკეთებდა საკუთარი ხელით და მაზოლებით იყო ეს ადამიანი დაკავებული და მტვრიანი აბსოლუტურად რემონტის გაკეთება ისე წაიყვანეს პოლიციის შენობაში. ანუ
ქურდული სამყაროს წევრობისთვის ეს უნდა არსებობდეს ქურდების ჩვენება, როგორც მინიმუმ ერთი ქურდის ჩვენება მაინც, რომელიც იტყვის, რომ ეს ადამიანი არის მათი წევრი. ესეთი საქმეში არ მოიძებნება, ასევე უნდა არსებობდეს მისი ურთიერთობა თქვა ოფშიაკის შეგროვებასთან, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მსგავსი არ არსებობს. მადლობთ, მე ხავე გეტყვით კიდე იმის დასადასტურებლად, რომ თითქოს და ყიციანი ქურდული სამყაროს წევრი იყო ბატონი ანზორის სახლიდან 2003 წლის, ხო? 2000 თქვენი გოგოს ქორწილი როდის იყო? 2003 წელს ბატონ ანზორს გაუთხოვდა ქალიშვილი, რომელიც ყველგან ვიცით, რომ ქორწილში რომ მიდიხარ ფულს წერენ, ხო? ეს არის გაცრეცილი ყვითელი რვეული, სადაც წერია უმეტესად სვანების გვარები და სახელები და ხო, ისინი ვარაუდობდნენ, მაგრამ ნუ ესეც კი ვერ დაადასტურეს, იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ იქ ეწერა ქორწილი და სია და დაპატიჟებულ ხალხთა სია, მტკიცებულებად ვერ მიუთითეს, მაგრამ ისინი ამ დონეზე დაეცნენ, რომ აი ეს რვეულიც კი წაიღეს, სადაც ქორწილში აბსოლუტურ რაც ციხიდან გამოვიდა არა რაც ეხა ციხიდან გამოვიდა იმის შემდეგ როგორც წესი ხელისუფლებას არა 6 წელი 8 წელი რამდენი წელი იჭდა ციხეში თითქმის 8 წელი 7 წელი და 9 თვე 28 წლის გახლავთ ეხლა, მას ასევე აქვს C ჰეპატიტი, წინა ხელისუფლების დროს ის ციხეში არის უაღრესად ნაწამები, მას რკინები აქვს ყბაში ჩამტრეული ქონდა და რკინები აქვს ჩადგმული, აქვს C ჰეპატიტი, უმძიმეს მდგომარეობაში აქვს ჯანმრთელობა, ის აპირებდა რომ საზღვარგარეთ გამგზავრებულიყო და წასულიყო საქართველოსთან, ვინაიდან მას ყველა ნაბიჯზე დევნიდნენ, მაგრამ ვერ მოასწრო, იმიტომ რომ მოხდა მისი დაკავება. არ ვიცით, ჩვენ ამას ერთადერთი რაც შეგვიძლია თქვა არის ის, რომ მარნეულის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობენ ის ძველი პოლიციელები, რომლებმაც ისინი ის ადრე დააკავეს, რომლებიც ამ ოჯახს დევნიდნენ, იმიტომ რომ ბატონი ანზორის ოჯახი იყო აქტიური მხარდამჭერი ქართული ოცნების და ეუბნებოდნენ თქვენ ჩირქი ხართ და როგორც ჩირქი ისე უნდა მოგაშოროთ საზოგადოებას. აი ამ სიტყვებით მიმართავდნენ ისინი სამმართველოში. მე ნამდვილად ვერ გეტყვით, მე არც იმაში არ ვარ დარწმუნებული, რომ მიზანმიმართულად ის პოლიციელები, რომლებიც წინა ხელისუფლებიდან გამოყვნენ და მათ შერჩათ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული, რასაც ჩადიოდნენ, მიზანმიმართულად აკეთებენ იმისთვის, რომ აი ამ ხელისუფლებას ჩირქი მოეცხოს. მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მე ისეთი სახეები ვნახე, რომლებიც ზუსტად ვიცი, რომ ზონდერები იყვნენ, სრულად მტრის მნიშვნელობით. ქურდული სამყაროს წევრი და დიახ ქურდი ესე თქვეს და ყველაზე მნიშვნელოვანი დიახ რა თქმა უნდა და ამ 12 ადამიანიდან ეს 11 აზერბაიჯანელი თქვენ რო ნახოთ ისინი არიან მუშები ზოგს აქვს ბლოკის ცეხი ზოგი არის ინდმეწარმე თვითონ ისინი ქართულად ძალიან ცუდად მეტყოლებდნენ ამ პროცესზე აზერბაიჯანელები და მოსამართლეს ეუბნებოდნენ ხო ერთ-ერთი იყო ნაციონალური დეპუტატი ხო არის აი რომელიც რო წარმოგიდგინეთ არა, კвиციანთან არ მეგობრობდა, ერთ-ერთ დაკავებულთან, რომელსაც კвиციანის არ არც იცობს, მაგრამ დაკავებულია ამ 12-დან ერთ-ერთი გახლავთ და ეს არის საიდუმლო ქურდული შეხვედრა თითქოს, ანუ ბრალდება ესე განმარტავს, რომ ეს ფოტომასალა ადასტურებს საიდუმლო ქურდულ შეხვედრას. ესე აქვს მტკიცებულება წარმოდგენილი. არა, ჩვენ მივმართეთ რაიონულ პროკურორს ჯერ მარნეულის, მისგან პასუხი არ მიგვიღია. ჩვენ უკვე გავამზადეთ საჩივარ და მივმართავთ პროკურატურას ამასთან დაკავშირებით, ჩვენ იმიტომ გავასაჯაროეთ ეს. გარკვეულწილად ეს გარკვეული უხერხულობა იყო და ვცდილობთ რაღაცა სხვა მოლაპარაკების გზით და სამართლებრივად მიგვეღწია, მაგრამ ამას მოყვა ის, რომ გააქტიურდნენ პირიქით და ზეწოლა გაძლიერდა კвиციანზე, ამიტომ ჩვენ იძულებული გავხდით გაგვესაჯაროებინა ეს ფოტომასალა და ვთხოვთ ყველა იმ ორგანოს, რომელსაც ხელეწიფება ამ უკანონო ქმედებების აკვეთა ჩაერიოს და მისი პოზიცია დააფიქსიროს. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო დანიშნულია 30 ოქტომბერს ბორნისის რაიონულ სასამართლოში. და ბოდის ვიხდი ეს აზერბაიჯანელები მოსამართლეს მიმართავდნენ რომ როგორ შეიძლება ჩვენ ვიყოთ ქურდული სამყაროს წევრები როცა ჩვენ ვიხდით ნალოგებს ანუ საგადასახადოში აღრიცხვაზე ვდგევართ მუშაობთ ოფიციალურად ხელფასები გვაქვს და როგორ შეიძლება ჩვენ ვიყოთ ქურდული სამყაროს წევრებიო სხვათა შორის იქ ორი ძმა არის დაკავებული დმანისიდან რომლებმაც ასევე პროცესზე განაცხადეს რომ მას როცა შეუვარდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები ერთ-ერთს ყავდა ინვალიდი ბავშვი რომელიც ეტლში იჯდა და ეს ბავშვი ეტლიანად შემოანარცხეს კედელსო ასევე წააქციეს ერთ-ერთის მძიმე მეუღლე
დიახ, სპეცოპერაცია, სხვათა შორის მოსამართლემ ამასთან დაკავშირებით ღიად პროცესზე მიმართა პროკურატურას, რომ გაითხოვეთ სხდომის ოქმიო და ეს საჩივრები, რომლებსაც ბრალდებულები დღეს ამ სხდომაზე აფიქსირებენო, ამაზე სასწრაფოდ რეაგირება მოახდინეთო, თუმცა დღემდე ამ წუთამდე მარნეულის პროკურატურას აღნიშნული სხდომის ოქმი გათხოვილი არ აქვს და ამაზე გამოძიება დაწყებული არ აქვს. დეპუტატია, პარლამენტის წევრია, რა თქმა უნდა. მას იმუნიტეტი იცავს და ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტრო წარადგენს მტკიცებულებად, როგორც ერთ-ერთი ქურდული სამყაროს ფარული შეხვედრა დეპუტატთან ერთ-ერთი დაკავებულის. რა თქმა უნდა, არა, ეს დეპუტატი არ დაუკავებიათ და ჩვენ ვამბობდით დაცვა, რომ თუ კი ეს ფოტო მასალა ადასტურებს, რომ ეს ადამიანები არიან ქურდული სამყაროს წევრები, მაშინ ამ ლოგიკით ეს დეპუტატიც უნდა დაეკავებინათ, ხო? მაგრამ დეპუტატი არ არის დაკავებული, მაგრამ დეპუტატის გადაღებაზე ადამიანს, რომელსაც იმუნიტეტი იცავს, აქვს სხვა პროცედურებია აბსოლუტურად და ეს ყველაფერი დარღვეული აქვს. ჩვენ აი ამას ვასაჯაროებთ ამ შემთხვევაში. 12 ადამიანი დაკავებულია, მუშები რეალურად. არა, ფოტოდან ერთი ადამიანია დაკავებული. კი. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ყურადღებას. ანზორი პიციანი გენაც. ანზორი პიციანი. კი გენაცოლი. მოგესალმებით, დიდი მადლობა ყურადღებაზე. მე თქვენთან მომიყვანა უაღრესად გაჭირება. ისეთი გაჭირება, რომელსაც მე ნამდვილად არ ველოდი. მაის დილის 5 საათზე დაახლოებით. საათიანი მიხედია მართალია. მე ჩვენს უბანში იქ დარაჯად მუშაობს აწყალი 70 წლის კაცი ვარ. სხვა სამუშაოები არ მაქვს. დილას ამოვედი. რასტევი ახალ არეულდარებული სახლი. აქეთ ერთი ხლის ვარ ბელაჩებუხლი ის აქცეული. აი როგორც კინოებში რო გინახიათ, ფაშისტები რო შეუვარდებოდნენ. ისე ზუსტად გასაღებად არეულდარებული ყველაფერი ჩვენს ოჯახში. კაცრავად რემონტს აკეთებდა ჩემ ბავშვი და იქ გასაღები რო გაეღოთ კარი დროზე ვერ მონახეს ხოლმე რას ელოდებოდი რომ რაღაცა მომადგა კარზე დილის 5 საათზე. ქალა კარებიში გავგვიღეთო შემოამტრდა და ტყუებს გესურთო. თუ არ დამტრით ტყუებით გავაღებთო. ამბები ნეტილით აღებენ კარებს ტყუებით აღებენ. ეს კი ტყუის დაშენაც არის უკადრესეს იმათ, მასაც გააკეთებ მე დარწმუნებული ვარ. რო შევარდნენ პირდაპირ საცვლების ამარა მოჰყავდათ. მე ამის მომსწრე მომენტში არ ვიყავ. შარვალი მაინც ჩამაწვითო უბნება. და როგორც იქნა აქ გინება იქით თავხედობა, უბედურება ყველაფერი გადმოუყრიათ შკაფებიდან, რას იძებდნენ ტანისამოსი ყველას აქვს ოჯახში და ჩვენც გვექნება ტანისამოსი რა ახლაბას. ნუ რაც არ იყო, რაც წაიღებდნენ, რაც არ გქონდა, რაც წაიღებდნენ. იქ ნორმალური კაცი რო შემოსულიყო, ნამდვილად ახალ გამოსულ პატიმარზე, რო ასეთი ნამოქმედარი რო დაენახა, იმას მადლობის მეტი სახელმწიფოსაგან არაფერი არ იკუდის, რომ შენ ოჯახს მოკიდე ხელი, ერთი თვის მოყანილი, მე ცოლი. ორი თვე გავიდა, მესამე თვეზე ცოლი მეიყვანა. აბა მამას და დედას გავახარებ, ამდენი დრო დავკარგე, 70 წლის ადამიანი ვარ, პატარა კი არა ვარ. და ბოლოს აი ესე გააკეთეს. ამასთან მე მინდა ერთი რამ ყურადღება გაუსვა. ძალიან თავხედობას იჩენენ, იმიტომ რომ იმის შემდეგ სამჯერ მომივარდნენ სახლში. მე ადვოკატის ქალბატონი მირმაჭკადვა საქმის კურსში ჩავაყენე. გინდა თუ არა ბრძალზე, რომელიც არის 18 წლის გოგო და იურიდიულად ჩვენ უფლება გვეძლევა ახლობელზე, ნათესავზე და ოჯახის წევრზე ჩვენ ის არ მიცემა. და რაში გამოიხეტება ხელის მოწერა. ჩხრეკის ოქმზეო. ჩხრეკის ოქმზე თქვენ შემოგევლეთ. ჩხრეკას რო ატარებენ, სხვა პიროვნება უნდა იყოს იგი. ჩემს შვილს უთქვია, მოდი ცხოვრებენ გუჯეჯიანები და გამიყვალთ, მე მათ ვენდობიო. კარი კარს უყურებს. არაო.
ახლა წარმოედგინეთ ჩხრეკის ოქს ხელს აწერნიბენ ოჯახის წევს გამოუსწრელ გოგოს რას დაუწერენ და რას მიაწერენ იგერ მე ეს ყველამ კარგად ვიცი რა რით თავდება ეს ხელმოწერები და როგორ თავდება აი ეს არის ჩემი უბედური საქმე რომ მე მომენტში ადგილზე არ ვიყავი თუ არა რა ვიცი რას ვიზამდელბა თავში ვაკლავდით მეტი სხვა გამოსავალი არ მქონდა თავში ვაკლავდი მათ წინ მართლა გამოიჭრიდი ყელს და ვასხამდი სისხლს სახეში სულ იმიტომ რომ 70 წლის კაცს რა დავრჩენია 20 წლის იყო ჩემი ბავშვი ჩავარდა უთვინობით შემთ ახლა ამას ნუ ვიტყვით რომ მამა მაინც აბარაში ტყისო უკეთეს უარეს ხوارი ტყისო ჩავარდა უთვინობით ჩავარდა მე ხوار ვამბობ რომ ტყილა ჩავარდა მე ყოველთვის მithქვია ჩემ შვილს ბერო მოსამართლე ყოფილიყავით 8 წელს ლაკლებს არ მიცოდი არაფერი გატანილი არ ყარაფერი შეგრებითობით გამისამართლეს და 22 წელი მისწეს მაგრამ დაილოცა ეს ოსნების მოსვლა ჯერა მინისტრის ტალღას მოყვა 10 წელი ნახევარი კიდევ დაუკლეს მე შეკრებითობა გააუქმეს და ბავშვი გარეთ გამოვარდა ამას თუ ამადლია რომ ეს სახელმწიფო საყოველთაო ანგარიშით გააკეთა ოფიციალურად ჩემ გიორგიზე კი არ გაუკეთებია თავრობას რომ მე ოფიციალურად მადლობა გადავხადო რომ ასე გააკეთეთ ეს იყო საყოველთაო ამ საყოველთაოში მეც მოვხდი ოდა ბევრს არ მოგაწყებდა აი ქალბატონმა რო თქვა ყბააქო კინებში ჩასმული ეს მოხდა ზუსტად რუსთავის მე-17-ში იყო მაშინ სარმაზე ვიყავით პაიმანზე შევედით პაიმანზე და გამოაცხადეს სპეციალური თქვენი პაიმანი ჩაიშალა სიკვდილეთი ტყვი არ მომხვდა ის არ მეტკინებოდა თუ არა წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში ვიყავით სანამ გავარკვიე რატო ის გუგუზა წაუყონიათ საავადმყოფოში ეგრეთ წოდებულ რეზბალნიცაზე მაშინ კარგად იცით რეზბალნიცა იყო წამებისა და უბედურების ბალნიცა ის საავადმყოფო კი არ იყო იქ საწამებელი იყო ალბათ წამალი მეითხოვა და დაესინა ზონდერ ბრიგადები ჩაუყვანიათ მორგში სული ჭეშმარიტად ვამბობ მაგას ზუსტად რისკსაც გეტყვით 2011 წლის 4 მაისს თუ ეკნებათ მაგათ გაწერილი თავის ჟურნალში ან სამორიგეო ჟურნალში აუცილებლად მეინახება იქ 4 მაისი ზუსტად წყალს ასხამდნენ გონზე რომ მოსულიყო მე რამდენი ურტყეს ფეხები რომ ყბა ორივე მხარე ჩატეხილი ქონდა მეორე დღეს მიხაილოვის სახელობის საავადმყოფოში წაუყვანია და იქ ერთ-ერთი ექიმს გვარი არის ახლა მე არ მახსოვს იმას გაუკეთებია ეს მაშინ არ გიჩივლია იმიტომ რომ ბავში არ მომიკლა თქვა მაშინ ციხის უფროსი იყო ეს უკაცრავად ძილობის განსახიერება მგონია ჩემთან მაგრამ დიდი თავხედი ცხოდიანი ვაჟა დღეს რო იქზის მე არ დავიმატებია მაგას ხვამბობდე ვისაც რა გაქვთ ტკივილი მელაყენები ყველა მოგაწოდეთ წერილები არ მიკადრებია ის ისედაც თავისი ყოფნის იმას რაც ჩემი რა დაემატება აი ესეთი გააკეთეს ამათმა და მაშინ არ მიკადრია მე ჩივილი და უბედურება დღეს 70 წლის ადამიანებს რომელსაც ცხოვრება აწყდა დაიწყო ნეტა ეხლა ჩემ სეზონში იდგება 1-2 წუთით შემოგახედა ბულდოზერის ნასიარულებს გავს ყველაფერი შე ამას აკეთებდა ჩემი შვილი ტრიანი წაიყვანეს იმიტომ რომ პატივს ცემდნენ ხალხი კაი ბიჭი ხარ და ოჯახის წევრი ხარ და წესიერი ძილობის განსახიერებას ეძახოდნენ ამას თავიდან დასდევდნენ და სანამ აი ეს არ გააკეთეს დანა ხელში მაგათ გროელი 28 სექტემბერ მაისს გამოვიდა 28 მაისსა და 6 სექტემბერს დააპატიმრეს ისევე ოდა იმ როულთან დაკავშირებით ქალბატონმა ირმამ თქვა ჯერე და გახუნებული როული 2006-დან დავთვალო დღემდის დადებული გაყვითელებული იმას კაცი ხელსაც არ მოკიდებდა უბრალოდ ჩვეულება გვაქვს ყველას რომ ვირათ ქცა პატივი შემწუდა ხო დაუბრუნე არ გამოგიჩეს ვინმე სამარცხინო ოდა ეს როულიც ავიღია და უთქვათ ეს რა უბშეკის ფულიაო მე რატო არ გამოაჩინეს რატო არ გამოასაჯარევეს იგი ამ ხელაზე უვიცი რა ფრარია კაცის დაჭერა მარტო იციან და იმის დამტკიცება არ იციან რატო ვიჭერ კაცო აი ესე ჩემი სათქმელი და მე იმედს ვიტოვებ თან შემოგივლეთ ალბათ ნორმალურად ყველაფერი იქნება და გააშუქებთ ის როგორც წესი და რეგია მიმხრობას მე არავის არ ვთხოვ რაც არ მერგება იმას არ ვთხოვ მაგრამ რაც საზოგადოებაში არის დღევანდელ დღეზე დამყარებული სინამდვილე და სიმართლე ამის საქმით დიდი მადლობა თქვენ შემოგივლეთ.